თეორიაში მშობლობის მხოლოდ 4 სტილი არსებობს. ავტორიტარი მშობლები აკონტროლებენ ბავშვებს და მორჩილებას მოითხოვენ, ისე რომ არ ითვალისწინებენ მათ აზრს. ნებადამრთველი მშობლები სიყვარულით არიან სავსე, მაგრამ ვერ ახორციელებენ კონტროლს. წესები არ არსებობს. ავტორიტეტული მშობლები მკაცრები, მაგრამ მზრუნველები არიან. ისინი აფასებენ დამოუკიდებლობას გარკვეულ საზღვრებში. ინდიფერენტული მშობლები არ ინტერესდებიან და არ არიან ჩართული თავიანთი შვილის ცხოვრებაში. უახლეს წლებში მეხუთე სტილიც შემოგთავაზეს, მაგრამ ამას მოგვიანებით დაუბრუნდებით. მშობლობის სტილები კონტროლიდან და მომთხოვნობიდან სრულ თავისუფლებამდე მერყეობს. ცივი და ურეაქციო მდგომარეობიდან სიყვარულსა და მიმღებლობამდე. თითოეულს ავტორიტეტულ, ნებადამრთვალ, ავტორიტარულ და ინდიფერენტულ მშობლებს თავისი ადგილი აქვს. იმის გასააზრებლად თუ რას ნიშნავს ამ სპექტრიდან რომელიმე ტიპის მშობლის მიერ იყო აღზრდილი, წარმოვიდგინოთ 4 ბავშვის ცხოვრება. სარას მშობლები ავტორიტარები არიან. მათ თავიანთი გოგონა უყვართ, თუმცა სჯერათ, რომ მკაცრი წესები მნიშვნელოვანია, რათა სარა კარგად მოიქცეს და საზოგადოებას მოერგოს. თუ სარა ტირის, ეუბნებიან, რომ შეწყვიტოს. თუ მშობლებს ეპასუხება, კუთხეში აყენებენ. თუ თავის საქმეებს არ ასრულებს, სათამაშოებით თამაშის უფლებას არ აძლევენ. სარა სწავლობს, რომ ასეთ დროს ემოციების დათრგუნვა და მოვალეობების შესრულება უფრო გამოადგება. მშობლების სიყვარულის მოსაპოვებლად და მათი გაბრაზების თავიდან ასარიდებლად ის მორჩილი ხდება. თუმცა, რადგან სარას არასდროს ჰქონია არჩევანის გაკეთების ან საკუთარი ინტერესების გაყოლის საშუალება, ზრდასრულობისას არ იცის რა სურს წინამძღოლში. იგი იწყებს ცხოვრებას, რომელიც მშობლებისთვის და საზოგადოებისთვის იდეალური ჩანს, მაგრამ შინაგანად შეიძლება უბედური იყოს. ნებადამრთვალ მშობლებს, როგორებიც პიტერის მშობლები არიან, ძალიან უყვართ თავიანთი პატარა ბიჭი და სჯერათ, რომ მისი ყველა სურვილი უნდა დააკმაყოფილონ. მისცენ სრული თავისუფლება და არასდროს უთხრან არა. პიტერი მთლიანად აკონტროლებს მშობლებს და იღებს ყველაფერს, რაც სურს. თუ სიარული არ უნდა, ხელში აიყვანენ. თუ ნაყინი უნდა, მიიღებს კიდევაც. თუ თამაში სურს, მთელი ღამე ითამაშებს. პიტერი იზრდება ყოველგვარი საზღვრის გარეშე და აკეთებს იმას, რაც სწორი ჰგონია. ამიტომ ის ვერასდროს ახერხებს კონფლიქტებთან გამკლავებისა და ემოციების კონტროლის სწავლას. რადგან ყოველთვის იღებდა იმას, რაც სურდა, მისთვის დამარცხებასთან შეგუება რთული გახდა. ზრდასთან ერთად ხშირად უყურადღებოდ და დაუდევრად იქცევა და საკუთარი საზღვრები არ იცის. არტურის ავტორიტეტული მშობლები პატივს სცემენ ბავშვის საჭიროებებს, მაგრამ მიაჩნიათ, რომ ბავშვებს თავისუფლება გარკვეულ საზღვრებში უნდა ჰქონდეთ. არტურს შეუძლია თავისუფლად ითამაშოს, მაგრამ როცა დაასრულებს, დალაგებაში უნდა იმონაწილეოს. მას შეუძლია მიირთვას ნაყინი, მაგრამ მხოლოდ კვირაობით. ეკრანის ყურების დრო დღეში 30 წუთით აქვს განსაზღვრული. შესაძლოა კონფლიქტიც ჰქონდეს მშობლებთან. თუმცა ისინი არტურის სათქმელს ყურადღებით ისმენენ და წესებს შემდეგ უწესებენ. ისინი არც თმობენ, არც სჯიან და არც ასაჩუქრებენ. არტური სწავლობს, რომ ზოგი რამ რთულია, მაგრამ მშობლები აძლევენ ყველაფერს, რაც სირთულეების გადასალახად სჭირდება. მას უყალიბდება სირთულეებთან გამკლავების უნარი და შეუძლია საკუთარ ინტერესებს მიხვეს. გაკვეთილზე არტური გამბედავად გამოხატავს საკუთარ აზრებს. შესვენების დროს ემოციების გამომჟღავნება და თავისუფლად მოქცევა შეუძლია. ზრდასრულ ასაკში ის წესებს მხოლოდ იმ შემთხვევაში ეთანხმება, თუ მათ წინასწარ განიხილავენ და გრძნობს, რომ მათი საჭიროება ესმის. ინდიფერენტული მშობლები ჩვეულებრივ არ არიან ჩართული ბავშვების ცხოვრებაში. ნორა ხშირად სრულიად მარტოდ გრძნობს თავს. მას ნებისმიერი რამის კეთების თავისუფლება აქვს და მდიდარი წარმოსახვა გააჩნია, მაგრამ უკუკავშირს ან ყურადღებას ვერასდროს იღებს. ნორა ხვდება, რომ არ აქვს მნიშვნელობა რას აკეთებს, რადგან ეს არავის ადარდებს. ყურადღების ნაკლებობა ნორას საკუთარი თავისა და სხვების მიმართ უნდობლობას უჩენს. მას უჩნდება ამბივალენტური მიჯაჭვულობა. ვერ ახერხებს ჰქონდეს ჯანსაღი ურთიერთობები და საკუთარ თავზე უარყოფითი წარმოდგენა უყალიბდება. იმისთვის, რომ თავის სიყვარულის უღირსად არ იგრძნოს, ცდილობს გრძნობები საერთოდ არ ჰქონდეს. ბოლო წლებში მშობლობის მეხუთე ტიპად მიიჩნევენ ზედმეტად ჩართულ მშობლებს, რომლებიც ბავშვის ცხოვრების ნებისმიერ ასპექტში მონაწილეობენ. ასეთ მშობლებს თოვლის საწმენდებსაც უწოდებენ, რადგან ისინი ბავშვის გზიდან დაბრკოლებებს აქრობენ. ან ვერტმფრენ მშობლებს, რადგან ისინი ზემოდან ადევნებენ ყველაფერს თვალს და ბავშვის ცხოვრების ყველა მცირე დეტალს აკონტროლებენ.
რადგან ისინი თავიანთ შვილებს რამის თავად გაკეთების საშუალებას არ აძლევენ, ბავშვები ვერ სწავლობენ სირთულეების დამოუკიდებლად გადალახვას. კვლევების შედეგად ვარაუდობენ, რომ ასეთ ბავშვებს არ უყვართ რთული პრობლემების გადაჭრა. აკლიათ ნებისყოფა და შესაძლოა პროტესტის ნიშნად უმოქმედობა არჩიონ, როდესაც რაიმე დიდ ძალისხმევას მოითხოვს. რადგან მშობლობის შესახებ კვლევების უმეტესობა თვითშეფასების კითხვარებს იყენებს და აშშ-სა და ევროპაში ტარდება, ცხადი არ არის თუ რამდენად მკაფიოდ წარმოჩნდება აღმოჩენილი ეფექტები კონტროლირებად ექსპერიმენტებში ან მსოფლიოს სხვა ნაწილებში. მშობლობის 4 სტილი პირველად ფსიქოლოგმა დიანა ბაუმრინდმა ჩამოაყალიბა. კარგი მშობლობისთვის ის მომთხოვნობისა და ყურადღებიანობის ზომიერ ბალანსს გვირჩევს. თუ მარია მონტესორის ნათქვამსაც გაითვალისწინებთ, რომლის მიხედვით ბავშვს ისეთი დავალების გაკეთებაში არ უნდა დავეხმაროთ, რომელზეც თვლის, რომ შესრულება თავადაც შეუძლია, წესით კარგი მშობელი იქნებით. შენ რას ფიქრობ? უნდა იყენებდნენ მშობლები რომელიმე კონკრეტულ სტილს? თუ მთავარია ბავშვს უგულებელყოფით და ცუდად არ მოექცნენ და სიტუაციის მიხედვით გადაწყვიტონ რა ჯობს.